დიდი მადლობა ქეთი ხატიაშვილს. სტუმარი შემოგვიერთდა ამასობაში ახალგაზრდა ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. მისმა პროექტმა ჯიბის კაცმა გაიმარჯვა. დილომშვიდობის ანა ჩვენი სტუმარია. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ სტუმრად მოხვედი და მოგვიყვანე ეს არაჩვეულებრივი პერსონაჟები. ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე თავად სანამ პროექტზე დავიწყებდეთ საუბარს, ფესტივალზე გვიამბე. ეს არის ფესტივალი, რომელიც 55 წლის ისტორიას ითვლის უკვე და წელს საიუბილეო წელი აქვს. დიახ, ეს პირველად ვიყავი მე ამ ფესტივალზე წელს და ჩემი პროექტი ჯიბის კაცი, ანუ ფესტივალზე ყოველწლიურად ხდება რამდენიმე პროექტის წარდგენა მსოფლიოდან. არჩევენ პროექტებს, რომელსაც დაუსრულებელი ან პროექტი თვითონ ანიმაცია არ არის ჯერჯერობით დასრულებული, იქ ხდება ამათი წარდგენა. და ნუ იქ მიდის მოლაპარაკებები, ეძებენ პროდიუსერებს, რომ ეს პროექტი როგორღაც დაფინანსდეს და მე წავიდეს უკვე წარმოებაში. და პირველად მოხდა ისე, რომ ქართული პროექტი იყო წარდგენილი ანსის საერთაშორისო ფესტივალზე და რა თქმა უნდა კინოცენტრის დახმარებით და მარიამ კანდელაკის პროექტი იყო ეს, რომ აქ მოიწვიეს თვითონ ანესიდან წარმოადგენელი, რომელიც საქართველოში შეარჩია პროექტი. ან ჩვენთან ერთად იმუშავა, გვასწავლა როგორ უნდა გაგვეკეთებინა პრეზენტაცია და საბოლოოდ ერთი პროექტი შეარჩიეს და ის წავიდა ანსის ფესტივალზე. ედგარი ჯიბის კაცი, ასე ვთქვია პერსონაჟს, რომელმაც მოწონება დაიმსახურა ახლა ეკრანზეც ხედავთ ჩვენ. მოგვიყევი ამ პერსონაჟს და როგორ მოხდა თქვენი ნამუშევარი ანსის ფესტივალზე? ანუ აქ მოხდა თბილისში შერჩევა, ხო? სულ თავიდან ეს პატარა ნაწყვეტი, რომელიც მაქვს გაკეთებული ამ ანიმაციიდან, ეს მოხდა კინოცენტრის კონკურსის ფარგლებში. გავაკეთეთ ეს მე და ჩემო მეუღლე, მაშინ ერთად მუშაობდით ამ პროექტზე და ანუ თვითონ პროექტის განვითარებაში დაგვეხმარა კინოცენტრი. ეს 2 წლის წინ იყო. მის შემდეგ ეს შეწყდა და როცა ეს ადამიანი უკვე ჩამოვიდა ოლივერ კატრინი საფრანგეთიდან, მაშინ გადავწყვიტე ისევ გამეგრძელებინა ამაზე მუშაობა და მივიტანე ვაჩვენე და დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა და ისე მოხდა რომ მოეწონათ და საბოლოოდ ესაჩერება ედგარს და თავად ჯიბის კაცი რაში ნარსის არის? ჯიბის კაცი არის თვითონ ედგარი და არის იმ ზომის, როგორცაც ახლა თქვენ ხედავთ აქ და ცხოვრობს ჩვეულებრივ ქალაქში, ჩემოდანში და რაღაც იქ ნივთებს პოულობს ქუჩაში, ამითი ცხოვრობს და ანუ ხალხთან არ აქვს კონტაქტი და მარტო მათ ფეხსაცმელებს ხედავს და ძალიან აინტერესებს ადამიანები. და არ ყავს არავინ მეგობარი და ისე მოხდება, რომ საბოლოოდ ხვდება მოხუც უსინათლო ადამიანს, რომელსაც უმეგობრდება და მის ჯიბეში იწყებს შემდეგ ცხოვრებას და ერთმანეთს ეხმარებიან და უკვე ადამიანების სახეებსაც ხედავს და იქ წიგნებს უკითხავენ ერთმანეთს და ესეთი რაღაცა. ანა, თქვენ თქვით, რომ მხოლოდ ნაწყვეტია ამჟამად ანიმაციური ფილმის. ანუ მთლიანი სტორილაინი უკვე ცნობილია, სცენარი არსებობს და როდისთვის გეგმავთ, რომ თქვა დაასრულოთ ამ ფილმზე მუშაობა? ესე მოხდა, რომ ანსის ფესტივალის შემდეგ მე გამიშვეს ანიმაციურ სტუდიაში საფრანგეთში, ფოლიმაში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდია ანიმაციური საფრანგეთში. და იქ ვნახე ყველაფერი როგორ ხდება, როგორ მუშაობენ და მოეწონა თვითონ ეს პროექტი და ეხლა მაქვს შემოთავაზება, ანუ საბოლოო პასუხი ზუსტად ეს არ არის, მაგრამ შემოთავაზება არის, რომ ერთი წელი წავიდე და ამ პროექტზე ვიმუშაო იქ იმ სტუდიაში და იქ დავასრულო და აი ველოდები პასუხს და ძალიან მინდა რომ ეს მოხდეს და იქ წავიდე. იმედია რომ ეგრე იქნება. იცი რა მაინტერესებს, ეს პროტოტიპია იმ გმირის თიხის კაცუნა თუ თქვა კომპიუტერულ პროგრამაში ხდება ამ ანიმაციური? ეს იქნება ორდეში, ანუ ხელით იქნება დახატული და თავიდან ვფიქრობდი რომ უბრალოდ თოჯინურიც გამეკეთებინა და ეს ნუ ისე წარმოსახვისთვის გავაკეთე ეს ფიგურები, მაგრამ იქნება ორდეში და ამას ალბათ შეცვლის რაღაც ანუ ის მხარე რომელიც იქნება დაინტერესებული ამ ანიმაციით. თქვათ იქნება საბავშვო, ეს ანუ ისეთი ისტორია შეიძლება საბავშვო ანიმაცია იყოს, შეიძლება ცოტა არტისტული და ეს არის თიხა. დიახ, ეს თიხა არის. როგორ ფიქრობ, რა იყო მიზეზი, რომ მოწონება დაიმსახურა? ეს იყო გმირი, ეს იყო საერთო ამბავი, რომელიც ედგარის ირგვლივ ვითარდება, თუ ეს იყო ყველაფერი ერთად? ალბათ უფრო ყველაფერი ერთად, მაგრამ აი თავარი გადამწყვეტი რა იყო იმაში, რომ გადამწყვეტია, ესე იგი მე რო გავდიოდი ამ პრეზენტაციაზე, ესეთი რჩევა მომცეს. ნუ თქვენ ხო იცით, რომ საფრანგეთში დიდი ხანია განვითარებული, ჩვენთან არ არის ანიმაცია ესეთი განვითარებული და რა თქმა უნდა, პროფესიონალურ მხრით, ნუ ისინი ბევრ რაღაცაში უკეთესად არიან, ნუ იციან როგორ კეთდება, რა კეთდება, თქვათ ეს პრეზენტაციების გაკეთებაც კარგად იციან და აი ოლივერმა, რომელიც აქ იყო ჩამოსული და ძალიან მეხმარებოდა, იმან მირჩია, რომ ნუ ეცდებიო, რომ პროფესიონალი იყო გამოსვლის დროსა და ეცადე უბრალოდ შენ იყო, როგორც მართლა ხარო. და მართლა ესე გავაკეთე, რომ გავედი უბრალოდ რას ვიყავი, ისე ვილაპარაკე, როგორც ფიქრობდი ამ პროექტზე და ფიქრობ, რომ აი უბრალოდ მართლა როცა ბუნებრივი ხარ და რაღაც მართლა რასაც აკეთებ.
იმას აჩვენებ, ეს ყველაზე ძალიან მოწონთ ალბათ. ანუ შენი კონკურენტები ვინ იყვნენ და საერთოდ ჩემი კონკურენტები, ესე კონკურენტები არ იყვნენ, იმიტომ რომ ყველა თავის ანიმაციაზე კონკრეტულ დაინტერესებულ პირს ეძებს. ანუ მე რო ვეძებ თქვა ესეთი ტიპის ანიმაცია ვის მოეწონება, ის თავისი ანიმაციის შესაბამის პიროვნებას ეძებს, ანუ ერთმანეთს დიდად კონკურენციას არ უწევდით. და საინტერესო ის მაგრამ ჯამში მაინც რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი იყო? ჯამში იყო ჩემ აი ამ ღონისძიებაში იყო 6 პროექტი წარმოდგენილი აფრიკიდან, მადაგასკარიდან და ესეთი ქვეყნების რაღაც დამატებით ის ჰქონდათ წელს. პროექტია საერთოდ. ხო. და ის მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამაცნეს, ბევრი ძალიან ცნობილი რეჟისორები, მხატვრები, ანიმატორები და ყველასთან უმრავლესობა მიცოდა ჩვენი ფესტივალი ნიქოზის, რომელიც სტარტდება 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით ნიქოზში და გამიკვირდა, იმიტომ რომ ჩვენ შესახებ იცოდა ბევრმა, ვინც არ ყოფილა იმას უნდოდათ, რომ როგორია ეს თქვენი ფესტივალი, ბევრი მსმენია და უნდოდათ ძალიან ჩამოსვლა. და ეს მთელი პროგრამა, რაც ანსიში არის ჩვენებები ფილმების, იქნება აქაც წარმოდგენილი ნიქოზის ფესტივალზე. ამიტომ ესეც მინდა ვთქვა, რომ ქართველებმაც იარონ ამ ფესტივალზე, თან ავტობუსები ივლისს თბილისიდან აქეთ იქეთ და ძალიან საინტერესო ფესტივალი არის. უმრავლესობა იქნება იქ ფილმი წარმოდგენილი, რაც იყო ანსის ფესტივალზე. ჩვენ ახალი სეზონი და ბუნებრივია ამ თემას კიდევ უფრო კარგად გავაშუქებთ. პერსპექტივას რაც ეხება, თქვენ თქვით, რომ ერთი თვე ანიმაციის სკოლაში, სადაც ტრენინგი გაიარეთ და ნახეთ როგორ მუშაობენ ფრანგი ანიმატორები. რა არის სამომავლო პერსპექტივა? თქვა ფილმზე მუშაობის დასრულება ისევ ფრანგებთან თანამშრომლობით, თუ მაინც თბილისში გაგმართო და ასრულოთ ამაზე მუშაობა. რამდენად რეალურია, რომ თბილისში გაკეთეთ ეს? ხო, მე აი ამას ვცდილობ, რომ არ მინდა რომ ყველაფერი იქ გავაკეთო და მინდა რომ რაღაც აი ამაზე მაქვს მოლაპარაკება, რომ იქნებ ნახევარი აქ გავაკეთო, იმიტომ რომ არ არის ეს სასურველი ყველაფერი სხვა ქვეყანაში გაკეთდეს და ჩვენთანაც რომ განვითარდეს ეს სფერო, რა თქმა უნდა, აქ უნდა გაკეთდეს რაღაც ნაწილი და ამაზეც წარმოვიდნენ, რომ აი რაღაც ნახევარი თქვა 6 თვე შეიძლება აქ ვიმუშაო და 6 თვე იქ და ჩავრთო ქართველი მხატვრებიც, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან ანიმაციით და ну კარგია რა თუ ეს აქ მოხდება ძალიან კარგია და არის უკვე ამისი შანსი. ასეთი სახის ფესტივალები ხელოვანებს რა გამოცდილებას აძლევს ანა? ну ძალიან მაგარი ფესტივალი იყო მართლა ახსოვანებული დაუბრუნდი და იქაც ვიყავი, იმიტომ რომ ჯერ უამრავი ფილმი ვნახე, რაც ამ კონკურსში მონაწილეობს მოკლემეტრაჟიანი. გავიცანი უამრავი ადამიანი, მოვისმინე იმათი აზრი. შეხვედრები ქონდა ამ პროექტთან დაკავშირებით, რჩევებს მაძლევდნენ, რაღაც გაეცნენ, თქვათ. უყურეს სხვები როგორ აკეთებენ თავიანთ პრეზენტაციებს, როგორ გამოდიან, ხალხს როგორ უყვარს თვითონ ანიმაცია და როგორ უყურებენ ანიმაციურ ფილმებს და რამდენად სავსეა ეს დარბაზები და როგორ დაინტერესებულებიან და რა ვიცი უამრავი. გული დაგსპე რომ ჩვენთან ასეთი დიდი რაოდენობის მაყურებელი იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ არის პოტენციალი და რა იქნება თქვენი რჩევა, თქვა მომავალი ანიმატორებისთვის, ვისაც უნდა რომ ანიმაციური კინო შექმნას, თქვა რამდენად მარტივია მსგავსი ტიპის პრესტიჟულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და რამდენად მარტივია რომ შენი გმირი ან შენი მოყოლილი ამბავი ვიღაცას მოეწონოს? მარტივი არ არის, ალბათ ძალიან რთულია, მაგრამ თავარია არ გაჩერდეს ადამიანი და იმუშაოს და მით უმეტეს კინოცენტრი მართლა ძალიან ხელს უწყობს ეხლა ახალგაზრდა ანიმატორებს და რეჟისორებს. უამრავი კონკურსი არის, ნახონ ეს კონკურსები და მიიღონ მონაწილეობა, რომ ეს კინოცენტრი ეხმარება მაგალითად აქვთ პროგრამა, ეხმარებიან განვითარებას პროექტის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ შენ უბრალოდ გვაქვს სცენარი და შეგიძლია რომ კინოცენტრის დახმარებით განავითარო ეს პროექტი, პატარა დემო ვერსია გააკეთო და თქვათ რაც გაქვს დასახვეწი, იმაზე იმუშაო და გარდა ამ კონკრეტული პროექტისა. ისევ ამ გმირს რო დაუბრუნდეთ, ეხლა რაც ვნახევთ თქვათ ანიმაცია ის ნაწყვეტი რაც გადიოდა, რაც თქვენ მზად არის, ლოკაცია მაინც ვერ ამოვიცანეს, საქართველოში არ ხდება ეს ამბავი. რაღაცა ეს ნაწყვეტი არის, აი უბრალოდ თვითონ მე არ მისწავლი ანიმაცია და ვაკეთებდი ამის ტესტებს, ესე ვთქვათ, ანუ როგორ გამომივიდოდა ანიმაცია, ეს სავარაუდოდ თლიანად ამოიღება ანიმაცია, სხვანაირი იქნება, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს რომ ედგარი ცხოვრობს თბილისში, ანუ თბილისის ქალაქში, იმიტომ რომ თვითონ ისტორია აქედან გამომდინარე მოვიფიქრე, რომ თბილისში ჩვენთან ხო ძალიან ბევრი ნივთებია, ქუჩაში სიყვარულად შეიძლება და საინტერესოა პატარა ადამიანისთვის ეს ნივთები როგორი შეიძლება იყოს და რაში შეიძლება ისინი გამოიყენოს, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან უმნიშვნელოა და არ ვახსენებთ ისეთ ყურადღებას და ქრონომეტრაჟი დაახლოებით როგორი იქნება? ქრონომეტრაჟი 6 წუთი. ანუ ეს არის ქრონომეტრაჟი. არის ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
და რადგან ჩვენი სტუდიის სტუმარი ხარ, სამომავლო გეგმებზე კიდევ ერთხელ ჩაგეკითხები, გარდა ჯიბისკაცისა, რა გაქვს გეგმაში? ჯიბისკაცზე დავამატებ, რომ ანიმაციასთან ერთად წიგნიც უნდა გავაკეთო, ანუ საბავშვო წიგნი იქნება ეს და შეიძლება მოყვებოდეს წიგნს სათამაშო, თქვათ, რომლის ჯიბეში ჩასმაც შეიძლება ბავშვს ასე შემდეგ. X რომ გქონდეს ჯიბე და მაშინ რომ მიდგეს უკვე სათამაშო, კარგი იდეა მე მგონი. და ძალიან დაინტერესებულია თოჯინური ანიმაციით, რომელიც იქ ნახე როგორ კეთდებოდა და ამიხსნეს აი თვითონ შიგნით როგორი კონსტრუქციები აქვს თოჯინებს, აპლიკაციური ანიმაციები. და მასალა რა მასალით გამზადდება? მასალა პლასტელინს აღარ ხმარობენ, ანუ სხვადასხვა თანამედროვე ანიმაციაში რაც გამოიყენებენ. უამრავი მასალა არის ამ თოჯინური ანიმაციაში. ის რაც ჩვენთვის უცხოა. თავარია რომ ხო აი მოძრაობდეს და შიგნით კონდეს ისეთი კონსტრუქცია, რომ აი თითის გამოძრაობის შემდეგ შეგეძლოს გაჩერება ამ თითის იმ ადგილას, სადაც გააჩერება. და მთლიანად ესეთი იყოს და ეს ძალიან დამაინტერესა ამ თოჯინურმა ანიმაციამ და ვფიქრობ, რომ რაღაც პროექტზე უკვე ვფიქრობ, რომელიც მინდა რომ შემდეგ გავაკეთო უკვე თოჯინური. ჩვენ ვახსენეთ ნიქოზის ფესტივალი, რომელიც საქართველოში ტარდება. თქვენი როგორც ახალგაზრდა ანიმატორის ხედვა როგორია, ვთქვათ, ქართული ანიმაციის განვითარების მხრივ, რამდენად პერსპექტიულია ეს სფერო, რამდენად საინტერესო შეიძლება რომ იყოს მომავალი თაობებისთვის. ან თუ არის ახალგაზრდები ზოგადად რამდენად ინტერესდებიან? მე მგონი უკვე იწყება ისეთი დიდი დაინტერესება. მაგრამ აი ისევ ნიქოზზე ვიტყვი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ნიქოზზე წასვლა, მაგალითად, ვისაც არ შეუძლია რომ ანსში ჩავიდეს და იქ ნახოს ეს ფილმები, ხო? ყველა ფილმი იქნება აქ წარმოდგენილი, შერჩეული. ანუ კოლექციონერი იქ ანსიდან ჩამოიტანს ამ ფილმებს და იქნება მათი ჩვენება და ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რომ ნახო მსოფლიოდან რა ანიმაციები იქნება და კონკურსში ან უკვე არჩეულები როგორებია და ამის ნახვა ალბათ ვისაც აინტერესებს ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კიდე იქ შეგიძლიათ უამრავ, მაგალითად წელს ჩამოდის ფლორენს მიალი, ეს არის ფრანგი რეჟისორი, ანიმაციის ქალი რეჟისორი, რომელიც ძალიან მაღალი დონის რეჟისორია და იმის პირადად გაცნობა შეგეძლებოდა და უამრავი სტუმარი ჩამოვა სხვადასხვა ქვეყნებიდან და მე მგონი ძალიან საინტერესოა და ეს უწყობს ხელს ძალიან განვითარებას, იმიტომ რომ დაინტერესებით იწყება ყველაფერი. ბუნებრივია, მთავარია ინტერესი. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. თანაჩვენიძე იყო ახალგაზრდა ანიმატორი ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათი სრულდება და ქრონიკის სტუდიაში უნდა გადავინაცვლოთ, სადაც ნინო ჭანტურაია გველოდება და დღის მნიშვნელოვან მოვლენებს